ვისაუბრებთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ღირებულებითი განათლების პროგრამის შესახებ, რომელიც განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ თბილისის 179 და 155 საჯარო სკოლების ღირებულებითი განათლების კლუბის პედაგოგი მღვდელი ნიკოლოზ ზროინიშვილი და თბილისის 179 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლე მილორავა, ასევე თბილისის 155 საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ცუცუნაშვილი. მოგესალმებით, დაგლოცეთ მამა ნიკოლოზ, ბავშვებო, დილამშვიდობისა, თეკლე ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ მადლობა მოწვევისთვის და ასეთ ყურადღებას რომ უთმობთ ამ საშვილიშვილო საქმეს. ჩვენი მოვალეობაა რომ ყურადღება დაუთმოთ ნამდვილად ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს, იმის გარდა რომ კარგი განათლება მიიღოს ახალგაზრდა მოსწავლემ ბავშვმა, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება იგი და აქედან გამომდინარე გვინდა სწორედ რომ აი ამ პროექტის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, საერთოდ კიდევ ერთხელ განმარტოთ. აი რას ნიშნავს ღირებულებითი განათლება? ღირებულებითი განათლება, ესე იგი, ეს არის მიზანმიმართული საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც ადამიანს და განსაკუთრებით მოზარდებს ეხმარება იმ მორალური, ჰუმანური, კულტურული და სარწმუნოებრივი პრინციპების ჩამოყალიბებაში, რომელზეც უნდა დაეფუძნოს მე ნებისმიერი სხვა განათლება, იქნება ცოდნა თუ უნარები. ჩვენ ვიცით, რომ განათლების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს და კონკრეტულად საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძალისხმევით ხორციელდება ეს პროექტი და ერთობლივი მუშაობით, რომ გითხრათ, თქვათ, აი რას გულისხმობს ფორმატი, აი ამ შეხვედრებისა, მოსწავლეებთან ურთიერთობის, ვიცით, რომ მუდმივად ხდება გადამზადება სასულიერო პირებისა, რომლებიც სკოლებში შედიან და აი ამის მნიშვნელობაზეც რომ გვესაუბროთ. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისში ორი უნიკალური პიროვნება, მამა გურამ ჭარელაშვილი და ანი კუდუხაშვილი შეითქმნენ მოკლედ ბავშვების საკეთილდღეოდ და ეს პროექტის შესახებ, ამ პროგრამის შესახებ, აი ჩანასახმოვან დონეზე მათ წამოაყენეს ეს წინადადება და დაიწყეს ამაზე მუშაობა და შემდეგ უკვე ჩართეს, უკვე აქეთხვიდან საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩაერთნენ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რა თქმა უნდა პატრიარქის კურთხევით მოხდა ჩვენი ნეტარხსენებულისა და შემდეგ მაშინდელმა მოსაყდრემ ამჟამინდელმა პატრიარქმა შიო მესამემ გაუწია კურირება ამ ყველაფერს, ესე იგი მისი მეთვალყურეობით ხდებოდა, მისი დიდი ზრუნვით ხდებოდა ეს ყველაფერი, აქეთა მხრიდან მასწავლებლის სახლი, ეს არის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრი, განათლების სამინისტროში არსებული, ჩაერთო და რა თქმა უნდა საჭირო გახდა უკვე პროფესიონალების დახმარება, იმიტომ რომ ერთია მოძღვრები, რომელიც საკუთარ ასპარეზზე მორწმუნე ოჯახებთან ურთიერთობენ და მეორეა, როდესაც საჯარო სივრცეში შედიხარ, სხვა ასპარეზი არის. ბეწვის ხიდზე გასავლელი და ძალიან ისეთი ფილიგრანული სამუშაო ჩატარდა, გადამზადდნენ მამები, ჩაერთო ეს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენერები ჩაერთნენ ამ ყველაფერში, გარბატონი მანანა ჯინჭარაძე, სხვადასხვა ფსიქოლოგები, მწერლები, ერთი სიტყვით ჩვენ ყველანაირად შეგვამზადეს და გადაგვამზადეს იმისთვის, რომ კარგად ჩაგვეხედა ბავშვთა ასაკობრივ ნიუანსებში, ფსიქოლოგიური კუთხით, თანამედროვე სწავლების მეთოდებში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება არაფორმალური განათლების ქოლგის ქვეშ. აქ არის საკლუბო მუშაობა, აქ ნებაყოფლობით წევრიანდებიან ბავშვები და შესაბამისად მეთოდებიც მათთან ურთიერთობისა უნდა იყოს არაფორმალური განათლების სწავლების შესაბამისი. და ასევე სხვადასხვა აღმსარებლობის ბავშვთან. რა თქმა უნდა, აქ არ ხდება პროზელიტიზმი, არ ხდება რომ ჩვენ მივდივართ სკოლაში და ვქადაგებთ და რაღაც მოქცევას ვცდილობ, არაფერი. რა თქმა უნდა, ეს კომპონენტი ყოველთვის არის, სადაც მღვდელი ეს თუნდაც თავისი შესამოსვლით ქადაგებს და თავის არსებობით ამოწმებს ქრისტიანულ სწავლებას, იმიტომ რომ ღმერთს გახსენებს ბოლო-ბოლო მღვდლის არსებობა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არ არის, რომ ვინმე მოვაქციოთ, თქვა პროზელიტიზმი არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერ ბავშვში ის ფუნდამენტი შევქმნათ, შინაგანი, ჯერ ესეთი ემოციური მხარდაჭერა გაუწიოთ, მერე ის შინაგანი მორალური კომპასი მივცეთ ხელში, რომელიც დაეხმარება ამ ბავშვებს, რომ გზა გაიკვალონ ამ ქაოტურ ინფორმაციულ სამყაროში, გაჯეტების სივრცეში, ისე რომ მათში არ დაზიანდეს ღვთისხატება და პირიქით ისინი გახდნენ იმ მოწოდების შესაფერისები, რასაც ღვთის მსგავსება ქვია, ხო? ევეხმარებით აი სათნოებათა სისრულეში წარემატება. კითხოთ ბავშვებს.
ალექსანდრე და თეკლე, მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან მობრძანებისთვის. რა სიტყვით თქვენ, აი რას გასწავლიან, როგორ მოგწონთ ეს პროექტი, რა მოგწონთ, რა შეიძლება რომ თქვათ უკეთესი გახდეს. აი თქვენი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენთვის კეთდება ეს პროექტი, ხორციელდება. როდესაც პირველად გავწევრიანდი ამ კლუბში, უკვე მეორე წელი გავიდა, ველოდი რომ შევიძენდი ბევრ ახალ მეგობრებს, მივიღებდი სხვადასხვა ცოდნას, როგორც ქრისტიანულს, ასევე ზოგადად. ასეც მოხდა, ჩემი მოლოდინები გამართლა, ბევრი ახალი ღირებულება შევიძინე, მოსმენის უნარი, მოთმენის უნარი და სხვა ღირებულებები და რაც თავარია, ბევრი ახალი მეგობარიც. სანდრო, რას გვეტყვი? რაც თავარია ეს გაკვეთილები, როცა ტარდება, ღირებულებებზე როცა ვსაუბრობთ, შეელობთ, ეს ყველაფერი ტარდება ძალიან თავისუფალ სივრცეში, არაფერში არ ხარ შეზღუდული ფაქტიურად, აი რაზეც არ უნდა ქონდეს გამოთქვი, მე ვიღაც დაამატებს, ვაკლებს ასე თუ ისე საბოლოოდ ისე აკეთებს მამაო, რომ იმ ბოლო წერტილამდე მივდივართ ჩვენ რაღაცა ხელის მიკვირდა, ასე ვთქვათ. და თქვენ ახლა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ხართ, აქ გაიცანით ერთმანეთი და რომ გაუზიარეთ ერთმანეთს ეთერს გარეთ, თქვენი გამოცდილება აი ამ პროექტთან დაკავშირებით, აქაც გითხარით რა, აქაც აი თქვენთან თქვათ რა ხდება თეკლე და სანდრო განსხვავებულად ხომ არ ტარდება ეს შეხვედრები თქვენთან? როგორც ვისაუბრეთ, თითქმის საერთო ინტერესები არის, იგივე გაკვეთილები გვიტარდება და რა ვიცი. თავაზობთ ხოლმე მამა ნიკოლოს, თქვათ რაღაც თემას, რომელიც შეიძლება მომდევნო ჯერზე ერთად განიხილოთ, თუ როგორ იგეგმება ეს შეხვედრები? ძირითადად თვითონ გეგმავს, შემდეგ გაკვეთილზე რას ვისაუბრეთ, მაგრამ არის რამდენიმე გაკვეთილისაც ჩვენ თვითონ გამოვხატავთ ინიციატივას რო იყოს. კითხავს ვსვავთ, გვასხობს ასე ვთქვათ. ანუ ეს დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს. ის რომ სასულიერო პირი შემოდის სკოლაში და თქვათ სასულიერო პირი მოძღვარი გიტარებთ ამ არ ვიცი ლექციას თუ შეხვედრას, ამას რა დატვირთვა აქვს თქვენთვის? თავდაპირველად ცოტა მორიდების ის ქონდა, რომ ცოტა ისეთი პირი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან გავიხსენით და ჩემთვის ერთ-ერთი უფროსი მეგობარი არის. სანდრო, შენ რას გვეტყვი? ეს თითქმის იგივეს თქვენს ვაპირებ, ხა თავიდან რომ შემოვიდა რაღაცა მორიდების დონე იყო, მაგრამ ალბათ მორიდება და ის თქვათ ეს ჩვეულებრივი ამბავია და გრძელდება ეს მდგომარეობა და ესეთი მიდგომა. ჩვენი ამხანაგი. დოხეთ. მამა, აი თქვენ რომ გითხრათ, ბავშვებმა თქვენს რომ დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს ეს ლექციები, აი თემების შერჩევასთან დაკავშირებით, აი რთულია ნამდვილად, რომ ადამიანს ბავშვს ასწავლო სიკეთის კეთება, თქვათ აი ეს პასუხისმგებლობა, ის რომ აი დარჩეს ადამიანებს, თქვათ აი რა არის ამისთვის მნიშვნელოვანი, ძალიან რთული მისია გაკისრიათ. მისია არის პირველ რიგში რომ ბავშვს კი არ ვასწავლოთ, ბავშვს მოვანდომოთ. ჩვენ არა ვართ ლექტორები და ესე იგი პასიურ ცოდნას არ გადავცემთ, რომ რაღაც ლექცია ჩავატარო და ისინი მსმენელები იყვნენ. ეს არის, იმიტომ ვახსენე, თანამედროვე არაფორმალური განათლების სწავლების მეთოდები არის ინტერაქციაზე დაფუძნებული, დისკუსიებზე, დებატებზე, როლურ თამაშებზე, სიმულაციებზე, ხდება დილემების განხილვა. აქ ცოცხალი პროცესი არის, ესე იგი, ჩვენ გვაქვს გაწერილი ეს პროგრამები, რა თქმა უნდა, ეს სცენარები არის პირდაპირ შემუშავებული განათლების სამინისტროში, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებთან რეკომენდაციები მიიღეს სასულიერო პირებისგან, იმიტომ რომ ამ სცენარებში იგავები უხვად არის სახარები და იმიტომ რომ იგავს აქვს ზუსტად ეგ სპეციფიკა, რომ კითხვას დაგასმევინებს. იგავს წაიკითხავ და კითხვები გიჩდება და აი კითხვები თუ გაჩნდა მოზარდის გონებაში უკვე მზად არის პასუხებიც მოისმინოს მან და თავის შეხედულებების გამოხატოს. და აი ეს როლური სიტუაციები იქნება ისტორიული პასაჟები თუ ცოცხალი სინამდვილიდან მაგალითად და ესე ჩვენ ვცდილობთ რომ იქ იმსჯელონ ღირებულებებზე თვითონ. ეს სცენარები არის აგებული ასეთი პრინციპით: გამოწვევა, რაღაც გამოიწვიო ბავშვები, შემდეგ წიაღსვლა მიდის ღრმაწვდომა და შემდეგ უკავშირი რეფლექსია ბავშვისა და ჩვენ ვცდილობთ აი ეს ყველაფერი რაც კლუბში ხდება ქმედით ცოდნათ ექცეთ. და სხვადასხვა დროს რო გაიზრდებიან ესენი და გამოვლენ დამოუკიდებლად ასპარეზზე, სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციები დილემების წინაშე დააყენებს. და აი რომელი ისა ღირებულება ან თუ არის საერთოდ პრიორიტეტული, აი გამოჩნდება და ამისთვის მზად უნდა იყვნენ ეს ბავშვები და შესაბამისად აი მე ვახსენე რომ ცოცხალი სიტუაციების განგვიხილია. მაგალითად მივდივარ ამოვედი მეტროდან, ჩავჯექი ავტობუსში და უცებ ავტობუსის ერთ-ერთი გახსოვთ 179-ში იყო ესე შემთხვევა რომ ავტობუსის ძღოლმა გააჩერა დიდხანს და ჩავიდა ავტობუსი. და ხალხი დურტვინავს, გვაგვიანდება და თურმე დაინახა რომ ქალბატონია ცუდად სანამ არ ესე იგი დაეხმარა, მოიყვანა გონებაზე, ჩააბარა სასტრაფოს, არ წამოგვიყვანა.
შევედი თუ არა კლუბში, ბოდიში მოვიხადე რომ დავაგვიანე, რა თქმა უნდა, დავაგვიანე და ასეთი შემთხვევა და რას ფიქრობთ? და გახდა ეს შემთხვევა დისკუსიის საგანი. და ამ სხვათა შორის ერთი სიკეთე რა მოიტანა ამას, აი კლუბის მუშაობის ფარგლებს გაცდა. მე ამ ქალბატონს უთხარი, ამას მე უთხარი, ღირებულებით კლუბში მივდივარ და აუცილებლად ჯილობით საგნად ვაქცევ თქო და ნახოთ ბავშვები რა განაჩენს გამოგიტანენ თქო, ესე რომ მოიქეცი და ესე იგი ეს ქალი მელოდებოდა, ქალბატონია, მძღოლი ქალბატონი მელოდებოდა რომ უკან რომ მოვიდი ისე უკივესო და რა ქნეს მე უთხარი დამაბარეს რომ ხელი ჩამომერთო და აპლოდისმენტები დაგაჯილდოვეს რომ თქვენ ადამიანის სიცოცხლე წინ დააყენეთ თქვენ შრომით პასუხისმგებლობასთან რომ თავის დროზე მიგიყვანოთ გზავრები და ამ შემთხვევაში ბავშვებმა რა ისწავლეს რომ ორი ღირებულება თუ რაღაც ერთმანეთს დაეჯახება პრიორიტეტული რომელია თვითონვე განსაზღვრეს რომ ადამიანის სიცოცხლე ადამიანი ყველაზე მაღალი ღირებულება ღმერთის შემდეგ და თვითონ ღვთისგან აქვს ეს ზუსტად ეს სიმაღლე მონიჭებული ადამიანს როგორც ღვთის ხატებას. ესეთი მომენტები იყო და ესე ცოცხალი მაგალითად ეხლა თუ გვაქვს დრო არ ვიცი ჩავეტევით აი ქრისტიანობის 1700 წლის თავი ხო სახელმწიფო რელიგიიდან აღნიშნა მეტად მნიშვნელოვანი ისტორია თარიღდება. ეს ინფორმაცია რომ მოისმინეს, თავიდან ცოტა ხანი გისმენენ, მაგრამ ამას აქ ბავშვებს მაინც მოსმენის არა აქვთ, დიდად არ არიან განწყობილი მოსმენის, მეტად ცდილობენ თვითონ იყვნენ ჩართული და ცხეთის დიდი არჩევანი, ასეთი ის გავაკეთეთ. თვითონ გვეკარნახა სიტუაციამ, რომ სიმულაციური სიტუაცია გავათამაშეთ, რომ მირიან მეფე თხოთიდან ჩამოდის და აცხადებს ეს შემეთხო და სახელმწიფო რელიგიაც მინდა გამოაცხადო. ბავშვები დაიყვნენ ქურუმება, დედოფალი ნანას მხარე, სარდლები, მაცნეები და ის სიტუაცია აღადგინეს. დიდი საბჭო გაიმართა და გადაწყვიტეს გავხდეთ ქრისტიანები თუ არა. ქურუმები თავისას ამბობდნენ რისკებს გვითვალისწინებდნენ სარდლები, აქეთ ირანი ყავს, ბიზანტია შორს არის რა ვქნათ. მერე როლებიდან ბოლო გადაწყდა რომ ქრისტიანობა მივიღეთ, მერე როლებიდან გამოვიდნენ ეს ბავშვები და რეტროსპექტულად შეხედეს მირიანის გადაწყვეტილებას. უკვე აქედან გაამართლა თუ არა. და ერთხმად პოზიტიურად შეაფასეს. არა ჩამწერეთ რა თქვენს კლუბში. არა მარტო ის რომ ღმერთს დაუახლოვდით, როდესაც ჭეშმარიტება შევიმეცნეთ ქრისტიანობის სახით. არამედ შეაფასეს ის რომ ქრისტიანობამ რატომ მოგვიტანა პროგრესი. წიგნიერი რელიგია თანასწორობა, სამართლიანობა და ის ზოგადკაცობრივი ღირებულებები ხო ვაღიაროთ რომ ქრისტემ აწია იესო ქრისტემ ამ სიმაღლეზე რომ უნივერსალური გახდა თორე იყო ფორმაციები სადაც არ ჩირად არ ღირდა არც სიცოცხლე არც განათლება არც თავისუფლება თქვენ ისეთი საინტერესო მაგალითები მოგვიყევით რომ აი ძალიან ცოცხალი გახდა და ესე იგი მაყურებლისთვის აღსაქმელი ძალიან კარგად თუ რას ემსახურება ეს პროექტი. მე ვიცი რომ ძალიან საინტერესო აქტივობები გაქვთ ასევე ექსკურსიები, გასვლითი ლექციები და ამაზეც მინდა რომ ვკითხოთ. რა თქმა უნდა მარტო კლუბის სივრცეში არ მაყოფილდებით ყოფნით და ქმედითი ცოდნა ვახსენე და ახლა ამ ყველაფერს რომ ვსჯელოთ სამი მიმართულებით დაიგეგმა რომ უკვე ბავშვებმა რეალურად ესე იგი თავისი ეს ცოდნა განახორციელონ ცხოვრებაში ეს არის გაიცანი შენი ქალაქი პროექტი როდესაც თბილისის ისტორიას და ჩვენ კულტურულ ტრადიციებს ეცნობიან ბავშვები მეორე მიმართულება არის სოციალური პროექტებია, როდესაც მოხუცთა თავშესაფარში მიდიან ან მიუსაფარი ბავშვებს ნახულობენ და კიდე ის ძველი პროექტი თეატრები. როდესაც შედის სპექტაკლები იდგმება და შედის უკვე ღირებულებითი განათლების კლუბის ეგიდით სკოლებში ეს სპექტაკლები არის ან უახლოეს ხანის წმინდანთა შესახებ, რომლებიც მკაფიოდ გამოხატული სარწმუნოებრივი და ეროვნული ნიშნით ხასიათდებიან, მათი ცხოვრება, პირდაპირ თავდადება და ნიმუში არის ანუ მოქალაქისაც და მორწმუნისაც და მეორე მხრივ ისეთი მწერლების მოთხრობების მიხედვით არის, ესე იგი, სპექტაკლები დადგმული, რომელიც როგორც იტყვიან, ადამიანებზე ყველაზე ადამიანურად წერენ და ვინ არის ეს დუმბაძე, ინანიშვილი, ჩეხოვი, ოჰენრი და ესეთი განათლებას იღებენ ამავდროულად ბავშვებს. და ეს თეატრს აქვს ისეთი გამომსახველობითი ძალა, ისეთი ექსპრესიით გადასცემს ამ ღირებულებას, რომ ბავშვებში წარუშლის შთაბეჭდილებას ახდენს. მერე წიგნი რომც არ გადაშალონ, დაგუგლავენ მაინც, ვინ არის გრიგოლ ფერაძე. დიახ. ერთ-ერთი ის გრიგოლ ფერაძეა სპექტაკლი, თქვათ მეორე ნაზარი ლეჟავაზია, მარაბდელ გმირებზია ბატონო ჩემო, იქ უკანასკნელი ფოთოლი ოჰენრის, ლამაზი ცრემლები ინანიშვილის და ხო ინტერესდებიან ეს ვინ არის ეს მწერალი. რა თქმა უნდა. ხო კიდე რა დაწერა, კიდე რა და ეს ინფორმაციას. წიგნსაც უახლოვდებიან ამასთან ერთად.
ბავშვებო, აი ყველაზე მეტად რა მოგწონთ? აი ჩამოთვალა მამა ნიკოლოზმა ისაუბრა, ის საინტერესო პროექტები, რაც აი ამ ღირებულებითი პროექტის ფარგლებში ხორციელდება და აი თქვენ რა მოგწონთ ყველაზე მეტად და რას ისურვებდით, რომ ან რას შესთავაზებთ, თქვათ, პედაგოგებს, რომ დაამატოთ და თქვათ კიდევ გაამდიდროთ თქვენი შეხვედრები? ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი არის როლური თამაშები, რადგან ამით უფრო უახლოვდებით სხვა ღირებულებებს და უფრო ახლოს ვართ და უფრო ახლოს ვსწავლობთ. დავამატებდი ალბათ მეტ აქტივობას, უფრო საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ ამით უფრო მარტივად გავიგებდით სხვა ღირებულებების შესახებ. სანდრო, შენ რას გვეტყვი? მე თუ მკითხავ, უფრო ალბათ თეატრს დავამატებდი, იმიტომ რომ დღეს ბავშვებს გვეზარება წიგნების, თქვა სიმართლე. და სპექტაკლი სულსო წიგნი არ წაიკითხო რაღაც მაინც გაიგებ. აი მამამ რო თქვა გრიგოლ ფერაძეზე, ეს ბევრმა არ იცოდა, მეც არ ვიცოდი მაგ შემთხვევაში გრიგოლ ფერაძეზე. არა ის რო წმინდანი ყორცე სახელი გვარი არ ქონდა გაგეონე და შეიძლება თუ რომ მეც ვიგებთ ამ სპექტაკლებით, გასვლებით, როლური თამაშების შემდეგ. გეგმებზე რას გვეტყვით? მამა ნიკოლოზა კიდევ რა მინდოდა მეკითხა, აი უკვე თქვათ ბევრი სასულიერო პირი გადამზადდა და ბევრი ხარ შეიძლება ითქვას ვინც ამ პროექტზე მსახურებით, მაგრამ რამდენად საკმარისია და ხომ არ გრძელდება კიდევ სასულიერო პირების გადამზადება? ეს აუცილებლად აღსანიშნავია ამ ეტაპზე. უკვე მეორე წელია, პირველი წელი საპილოტე იყო, მეორე წელია უკვე მადლობა ღმერთს წარმატებით განხორციელდა ეს წელიც გავიარეთ ისე ნორმალურად ხო და 151 სკოლაში არის 110 სასულიერო პირია და 151 კლუბი არის გახსნილი უკვე. დიახ. ხო, სკოლებში. და 4375 თუ არ ვცდები, ნუ შეიძლება რაღაც პლუს მინუს შემეშალოს, მაგრამ ამ ეტაპზე გადამზადებულია კიდე 129 სასულიერო პირი. სექტემბრიდან უკვე რეგიონებშიც უნდა შევიდნენ საჯარო სკოლებში და დააფუძნონ ღირებულებითი განათლების კლუბები. მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება და შესაბამისად ვცდილობთ რომ უკვე ამ მოთხოვნას უპასუხო და მზად არის უკვე გადამზადებული 129 სასულიერო პირი, გრძელდება ახალი სასულიერო პირების გადამზადება, იმიტომ რომ ეს ვიცით სექტემბრიდან რომ რომელ სკოლებში უნდა შევიდნენ რეგიონებში, მაგრამ კიდე ახალი მოთხოვნა წამოვიდა და შესაბამისად უკვე რომ დავეციო და მოთხოვნასაც რო უპასუხოთ, აი ეს მაგალითად თითო სასულიერო პირი ზოგჯერ ორ სკოლაში არის. თითო სკოლაში 3-3 კლუბი არის გახსნილი, რომ ესე იგი მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველანაირად ესე იგი დავიხარჯოთ. და ენერგიას ამისას ისევ ეს ბავშვები გვაძლევენ, იმიტომ რომ მათთან ურთიერთობაში რო იხარჯები, სამაგიეროდ ესენი გაძლევენ ზღვა მადლს, რო იყვნენ რა და აქედან გამომდინარე, აი ეს ვცდილობთ რომ ეს პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ეს გზა მიდის. ეხლა რეგიონებში რო შევლენ, კიდე გადამზადება ეს ზაფხული გამოიყენება ხოლმე გადასამზადებლად. ეს გადამზადებები არის ინტენსიური. რომ ანუ ორკვირიანი რა ყოველ დღე რამდენიმე საათის განმავლობაში ხდება ესე იგი ამ პედაგოგიური თუ ფსიქოლოგიური მომენტების ათვისება, რაც ამ ასაკის ბავშვებისთვის არის საჭირო და მერვე მეცხრე კლასი განისაზღვრა. დიახ. ესე იგი ანუ მე-9 აქამდე იყო მე-9 აქამდე საპილოტეში იყო მთელი საბაზო საფეხური, მე-7 და მე-10 ჩათვლით, მაგრამ მერვე მე-9 კლასი განისაზღვრა როგორც აი ეს კრიტიკული ასაკი, როდესაც ესე იგი ბავშვები გამძაფრებულად საკუთარ იდენტობას ეძიებენ, რაღაც ცოტა ავტორიტეტები აღარ ყავთ მათ, ცოტა გაუფარულება ხდება და აქ ჭირდება ზუსტად მიწოდება იმ ფუნდამენტისა, რაზეც უნდა იმოძრავონ და დაეფუძნონ. დიახ, ანუ მომავალი წლიდან კიდევ სხვა მასშტაბ შეიძენს ეს პროექტი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებას თბილისის 179 და 155 საჯარო სკოლების ღირებულებითი განათლების კლუბის პედაგოგი მღვდელი ნიკოლოზ დროინიშვილი და თბილისის 179 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლე მილორავა, ასევე თბილისის 155 საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ცუცუნაშვილი. მან ჩვენი გადაცემის სტუმრები